ეხლა იცით რაზე ვფიქრობდი? რომ ტკივილს ვერ განვიცდი. აღმოვაჩინე, რომ ტკივილის განცდა არ შემიძლია. არა იმიტომ, რომ ქვა ვარ, ან უგრძნობი ვარ, ან ემოციები არ გამაჩნია, არა. უბრალოდ თვით დაცვის მექანიზმად ვაქციე, იმდენი ტკივილის და პრობლემის გადალახვა მომიწია ბავშვობიდანვე, ჩემმა ორგანიზმმა, მენტალობამ გადაწყვიტა ტკივილის ნორმალიზება. მე არ ვაღიარებ იმ ჭრილობებს, რომლებსაც მაყენებენ, აქედან გამომდინარე, მე ეს ჭრილობები აღარ მტკივა. ანუ თუ ვიღაც ადამიანი კონკრეტული რაიმეს დამიშავებს, კი არ ვბრაზდები ემოციურად, რაციონალურად ვბრაზდები, რომ აი ამას ეს არ უნდა ექნა, იმიტომ რომ ეს არ შეეფერება, ეს არ მოეთხოვება, ეს მე არ დამიმსახურებია, მაგრამ როგორც ფაქტს, ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს. და მაინტერესებს, რომ რეალურად ძალიან ბევრჯერ უნდა ვკენო და ძალიან ბევრჯერ გული უნდა დამწყვეტო და ძალიან ბევრჯერ აი რაღაცა შინაგანი უნდა მიმეღო, სად მიდის ეს ტკივილი, როცა მე უბრალოდ ვხედავ ფაქტს, რომ ვიღაცა ცდილობს რაღაც დამიშაოს, ვიღაც გააზრებულად გავუასრულოთ, მე არ ვბრაზდები იმ ადამიანის მიმართ ერთი წმეთი ნეგატიური ფიქრი კი არა მაქვს. ანუ არ ვამბობ, რომ დედა ტერეზა ვარ და ანგელოზი ვარ, უბრალოდ იმ ადამიანს ვუყურებ, რომელიც რაღაც აქციას ჩადის, ამ დროს მე ვარ ძალიან ემპათიური და ვცდილობ გავიგო, თუ რა პრობლემა აქვს ახლა იმ ადამიანს, რომ მე ესე მეკცევა. შევდივარ მის მდგომარეობაში, შეიძლება მივიდე ემოციურად ჩავეხუტო, აქეთ მე ვრჩები დაჭრილი, ის ადამიანი ალბათ ამოაფრქვევს და უკეთესად გრძნობს თავს, მე ვარ აქ დაჭრილი, ადამიანი, რომელიც გაჭრილ ჭრილობას არ აღიარებს და სისხლის დის და ამბობს, რომ არა, მე ეს არ მტკივა, მაგრამ მართლა არ მტკივა, მე და რო ჭრილობა არის. და ამ დროს მე ვაგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ მთავარი კითხვა ისმის. სად მიდის ჩემი ეს ემოცია? დავიჯერო მხოლოდ კრივზე ვარჯიში ის დრო შემიძლია გამოვხატო ეს ყველაფერი? ანუ როგორ შემიძლია შევინარჩუნო სიმშვიდეს შინაგანი, თუ მე ამ უარყოფით ენერგიას გარეთ არ გამოვიტან? ოღონდ არ შეგრთა ვიტოვებ, არ გეგონოთ, რომ ძილის რაღაცებზე ვფიქრობ და ეს მთელი დღის რაღაცეები მიგროვდება და ღამე არა მშვენივრად ვწინავს. ანუ ძალიან ეგოისტი ვარ, ჩემი თავი მიყვარს, არა, ანუ კარგად ვარ, მაგრამ ალბათ ფიზიკის კანონის მიხედვით თუ რაღაც ენერგია მოდის, მე ის უნდა გარდავქმნა და სხვა კუთხით უნდა გადმოვცე გარეთ, ან ეს ენერგია სადღაც რჩება. რაში ვიყენებ მე ამ ცუდ ენერგიას? გონი რომ წინსვლაში. ანუ რაც უფრო ვიღაც ცუდად მექცევა, მით უფრო კარგად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ ჩემთვის ტკივილი და გასაჭირი და ჭრილობები არის მიზეზი იმის, რომ წინ წავიდე. და რადგანაც მე ტკივილები შევიყვარე, შეიძლება ეხლა დამოკიდებული ვარ და მე თვითონ ვეძებ ადამიანებში არ გულისხმობ კონკრეტულ ადამიანებს, ასევე სამსახურებს, გარემოცვებს ზოგადად, მე ვეძებ ისეთ რაღაცებს, რაც მომაყენებს ტკივილს, რომ მე ამ ტკივილის კვალობაზე ავდგე და უფრო ბევრი გავაკეთო. მაგრამ არ გავუვარ ტკივილს პირიქით ვიზიდავ და ცოტა ზედმეტი მომდის მე მგონი და თქვენ როგორ ხართ ტკივილებთან დაკავშირებით, თქვენც გიყვართ ისინი? ანუ ტკივილის დროს ბედნიერებას განიცდით თუ ტკივილს? მე ბედნიერებას და ეს რა უბედურებაა. ავასწავლე გულს გადავაყოლებ. ხო, მოიწონე ეს ვიდეო, შენ მაინც გამომიგზავნე ჩახუტების მალე და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. და მთავარი, შენც და მეც ვიმსახურებთ ცხოვრებისგან მივიღოთ საუკეთესო.